თუ ფიქრობ, რომ შენი ბრაუზ სარსის სკილები მზად არის ახალ დონეზე ასასვლელად, მაშინ ეს ვიდეო ზუსტად შენთვისაა. დღეს გიჩვენებ ტოპ 5 ბრაულერს, რომლებიც 2025-ის გადამწყვეტ როლს თამაშობენ. და სიის პირველი ნომერი იმდენად ძლიერია, თქვენს გაგიკვირდებათ. მოდი, დავიწყოთ. ხოლო ვინც ახლებს ბრძანდებით არხი გამოვიწეროთ, ავიდეთ მეგობრებო 500 გამოწერზე და ვიდეო დავალაიქოთ. ხოლო ვინც არიცით მეგობრებო, რომ 1000 გამოწერზე ტარდება გათამაშება. და სიის მეხუთე ნომერზე არის ჩვენი ბრაულერი გეილი. და აი რატომ? მისი გამყარებული გარე დარტყმები და ძლიერი გაჯეტები იდეალურია რუმის კონტროლისთვის. განსაკუთრებით ძლიერი ხდება შოუდაუნებზე და ბრაუბოლში. გეილის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ სწორად გამოყენება ცოტა რთულია, მაგრამ თუ აითვისებ, აუცილებლად იგრძნობა სხვაობა. ნომერ 4-ზეა მეისი. ერთ-ერთი ახალი ბრაულერი, რომელიც უკვე მეტაში მყარად ჯდება. მისი სნაიპი რეინჯი და მობილიტი აერთიანებს ტიკისა და პაიპერის სტილებს. ის იდეალურია დუო შოუდაუნსა და ბაუნზე, მაგრამ საჭიროებს სიზუსტეს. მესამე ადგილს დაიკავებს სარჯი. იმიტომ რომ როდესაც თამაშობ სარჯი, თამაშისას შეგიძლია უბრალოდ შენი აპგრეიდი გააკეთო და უფრო და უფრო გაძლიერდეს და რაც ძალიან მაგარია. სარჯით განსაკუთრებით კარგია მაგალითად ბრაუბოლში, ჰეიზეს კიდო კარგია და დუო შოუდაუნში. იმენა სერჯი მაგარ მხეცობა ერთი სიტყვით, მაგრამ თავიდან მართალია ნელია, მაგრამ თანდათან რო ძლიერდები, უფრო უკეთესიც არა. ხოლო ვინც მეგობრებო აქამდე მოხვედით და ვისაც არ აქვს არხი გამოწერილი, შეგახსენებთ რომ არხი გამოიწეროთ. ავიდეთ მეგობრებო 1000 გამოწერზე, რათა გათამაშება ჩავატარო და გაგრას დავალაიქოთ ეს ვიდეო. თხოვნა იქნება მოდი ეს ვიდეო ავიდეს გაგრას 25 ლაიკი რა, იმიტომ რომ 30 ლაიკი მგონი თუ არ ვცდები ბევრი მომივიდა და ამიტომ შეძლებ თუ არა 25 ლაიკის მოგროვებას და ასევე დატოვეთ მეგობრებო კომენტარი. ეხლა დაგვრჩა ბოლო სიის 2 წევრი და ვნახოთ პირველ ადგილას რომელი ბრაულერი დადგება. დარჩით მეგობრებო ვიდეოს ბოლომდე. მეორე ადგილას თავისთავად დაიკავებს ჩვენი დოუგი, რომელიც თითქმის რო ეძახია უკვდავით თუ მან დროს სუპერია. ასევე სუპერ შეგიძლია ასევე სხვასაც მისცე და მაგასაც სხვასაც მისცე, ნუ თქვათ მეორე სიცოცხლე. მაგრამ რას ვზამთ იმ შემთხვევაში თუ დოუგი და ფრენგი ერთად იქნებიან ბრაუბოლზე? ოპა, გამანადგურებელი დუო ერთი სიტყვით. ერთი სიტყვით დოუგის აქვს მაგალითად კარგი სიცოცხლე თითქმის უკრავი, მაგრამ გააჩინა სუპერს როგორ ავსებ. ნუ ღირსეულად იმსახურებს დოუგი მეორე ადგილს. დადგა მეგობრებო ნანატრი პირველი ადგილი. აბა პერმა იფიქრა იქნებოდა ეს ედგარი ან თუნდაც შელი, მაგრამ ნუ რას ვიკაცრავად. პირველ ადგილს მეგობრებო დაიკავებს კორდელიუსი. ხო, კორდელიუსი მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბრაულერია, რომ შეუძლია სხვაგან გადაგიყვანოს და ცალკე ნუ ძირითადად კორდელიუსი უფრო გამოსადეგი ბრაულერია, მე თუ მკითხავთ. და ხოლო ასევე რომელიც ტოპებში არ შევიდა ბრაულერი, მაგრამ პლუსად აქვე დავამატებ, ეს არის არტი. ზედაპირულად ვიტყვი არტის, იმიტომ რომ ვიდეო ჩასმა მეზარება ზედაპირულად ვიტყვი არტის, რომ მას თავისთავად გაყოფა შეუძლია და დიდად კაია, მაგრამ რავი, რა გითხრათ, პირველ ადგილს ვერც დაიკავე, ნუ ამ ხუთებში მაინც ვერ ჩაეტევოდა, მაგრამ ნუ მაინც. მაგრამ ფაქტია რომ კორდელიუსმა უდაო დაიყო პირველი ადგილი. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ჩვენი ტოპ 5 ბრაულერის განხილვა, რომელიც მოქმედებს ახლა 2025 წლისთვის. იმედია მოგვეწონათ მეგობრებო, თხოვნა იქნება არხი გამოიწეროთ ვიდეო და ლაიქით, ავიდეთ 1000 გამოწერზე და ახლა კი ნახვამდის.